საქართველოს პროკურატურამ კომერციული მოსყიდვის და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადების და გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ კახეთის რეგიონში მოქმედი შპს ფსიქოდიაგნოსტიკის და ფსიქოკორექციის ცენტრის დირექტორი თანხის სანაცვლოდ უკანონოდ ამზადებდა და გასცემდა ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად განკუთვნილ რეცეპტებს. დაკავებულს ბრალდება კომერციული მოსყიდვის და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადება გასაღების ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახე და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა. საქართველოს პროკურატურა მსგავსი სახის დანაშაულის მიმართ უმკაცრეს სიცხლესამართლებრივ პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.